ებო მამებო დილამშვიდობისაც მეებო დებო დედებო მამებო დილამშვიდობისა კარგი ამინდი გვაქვს დღეს გილოცავთ ხვალ ორმაისობა მოდის გვირილობა მზეს იმატებს კაცებო როგორ ახართ ვაშკაცებო ემიგრანტებო ცოტას დაგათვალიერებიებთ ქუთაისს დიდება უფალს შეგვეწიოს უფალი მამაზე და სული წმინდა მშვიდობიანი დღე მოგმადლოთ უფალმა ძმებო დებო დიდება უფალს კარგად მეყოლეთ საწყალი ძმაო ქართველი ხარ არ ხარ ხო არ ვარ გეგი საყურე შენ გეხუტონე ოკეი ხო ჯორჯია მადლობა საწყლები დაკოდილები დადიან საყურეები უკეთია კაც ხალს აი რა გვეშველება ამისანა უბედურ დღეში ვარ ჩვენ შვილებზე გადადის ეგი კაცებო ვაშკაცებო ძმებო ქალების ლანძღვას გავეშვათ ჩვენ ცოდვებს მივხედოთ ჩვენი ცოდვების გამო არიან ჩვენი ქალებიც ასე და ჩვენი დედები და ჩვენი ბავშვები ჭიბგად მოყრილები საყურეები რო უკეთიათ მუცლებზე ჩვენი ცოდვების გამოა ჩვენი რო კაცი კაც არ გავს ვაშკაცობა რო გაიცვალა ფულში კი არიან ამიტომ ჩვენი დედები ქუჩაში გამოსული შვილების სარჩენად ვაჭრებად გახადენ საქართველო ვაჭრებად ვინ ეშმაკმა ვაჭრებად გაგვიხადა ქვეყანა ჩვენი დედები, ჩვენი კაცები, ხანდაზმულები, დიდები, პატარები ქუჩაშია ყველა გამოსული ზოგი რასყიდის, ზოგი რასყიდის ეგია ქრისტიანობა ეგია ქრისტიანობა ეგია ქრისტიანობა ეგი არ არის ქრისტიანობა ქონდა ჩვენ საბჭოთა კავშირი ძმობა, მეგობრობა, კაცი კაცობდა, ქალი ქალობდა, ვერ შეიშვნეს ჩვენ მამამებმა, ვერ შეიშვნეს, დახამდენ უცხოურ შეჩვენებულ სილამაზეებზე დაანგრიენ ამხელა იმპერია ქართველები პირველები ვიყავით საბჭოეთი რო იყო ქართველები პირველები ვიყავით რუსების გარდა მთელი მსოფლიო პატივისცემდა არა ვერ შეიშნო ჩვენმა კაცებმა დაივიწყენ ღმერთი რუსად მაგროს დაივიწყენ პირველები რო იყვენ და მთელი მსოფლიო მთელი დედამიწა რუსეთს ქეთს უხრიდა და ჩვენ ვიყავით სათავეში ქართველები სტალინი რა არ იყო თუ მე ვიყავი სტალინი არ მართავდა ქვეყანას დღეს რა გავხადენ შეხედე ვაჭრების დახლებათ აქციენ საქართველოს ერთეულები შეჩვენებულები საშველები არიან ხალხო მაგენისთვის ფული უკვე ავადმყოფობად იქცა აგროვებენ და რისთვის აგროვებენ კი არ იცი გაიგეთ იმიტომ რომ ავადმყოფობად აქვს უკვე ფულის მოგროვება ქსეული და ირგვლივ აგე რო გაიხედავ შიერები არიან როგორც ლაზარე და მდიდარი რა უთხრა დიდარს ჯოჯოხეთიდან რო დაუყვირა ზეზე გავილი მერჩევნია ჯოჯოხეთიდან რო დაუყვირა უთხარიო იქნება ჩემა ძმებმა და ჩემა თაობა გაიგოს რომ არ შეიძლება ფულის გროვებაო და აქვს მაგეს მცნებებიო და დაიცვან მცნებებიო დღეს აგერ ჩვენი ქუჩა და ჩვენი ქალაქი აქ ქუჩაში დახლები უნდა იყოს და ნაფთიაქები უნდა იყოს ჩვენ ქალაქში საბჭოთა კავშირის დროს
ქუთაისში რამოდენიმე აფთიაქი იყო სულ. რამოდენიმე აფთიაქი იყო სულ ქუთაისში. მე მაშინ მიყვარდა გემატოგენის კამფეტები რო იყო რაღაცა, ხო იცი, ბავშვობაში. ხანდახან ყიდულობდი აფთიაქში, ხო და გამყიდველებს ძინავდა. საჭველი ნატურალური იყო. ლიმონას რო იყიდიდი, რო არ დაგელია, 2-3 დღეში ფუჭდებოდა, ნატურალური იყო. დღეს ნატახტარი. ანაფემა, ეშმაკო, შენ რო დაგმე და წაახტინე ჩვენი ქვეყანა, ანაფემა, შენ კუდიანო. მალე და ჩაგაბრუნებთ ისევ ჯოჯოხეთში. დღეს ნატახტარი, ზანდუკელი თუ რას არაკეთებენ. ყველ ნებისმიერი გახსენი ლიმონათი წელიწადი იყოს გახსნილი, არაფერი მოუვა. იმიტომ რომ უკვე თავიდანვე მოწამლულია და როგორ კეთება ეს იცით, როგორც გვტრებს, ხო, აგერ ქალაქსაც დაგათვალიერებებთ ემიგრანტებმა. გვტრებს რო, იცით, რო გვტებიან ადამიანები და იმ მუმიებს რო აკეთებენ, რო არ გაიხსნას ადამიანი, რო შეინახოს როგორიც არის ადამიანი, მიხვდით? ხო რა, წელებს ხო უღებენ, წელებთან ერთად სისხლიდან, ძარღვებიდან სისხლს უღებენ, გამიგეთა? ამ ძარღვებში მერე ხო წამარს უშვებენ, რო ადამიანი არ გაიხსნას და დარჩეს როგორიც არის. მიხვდით? ხო და იგივეს აკეთებენ ესენი საჭმელებში, რო საჭმელი არ გაფუჭდეს და დიდხანს გაყიდონ. დიდხანს გაყიდონ, რომ ბევრი ფული იშოვონ. გაიგეთ რაშია საქმე, თორე ამდენი ავანტყოფები ჩვენ არ გვეყოლებოდა. ასეთი საჭმელი რო არ იყოს. და როდიდან არის ეს საჭმელი? როდიდან არის და საბჭოთა კავშირი რო დაანგრიენ მის მერე. მის მერე გვწამლავენ. მის მერე გააკრეს ჯვარზე ჟვიადი გამსახურდია. კოსტავა ცხონებულმა რომ მიხვდა რომ განხელა ცოდვაში იყვენ გარეულები და რომ მიხვდნენ გვიან რომ ის გზა რომელიც მაგენმოს ჰქონდა ამორჩეული დამოუკიდებლობის არ იყო დამოუკიდებლობის გზა. მაგზა იყო დაღუპის გზა და კი ვართ აგერ დაღუპულები ხალხო. გაყიდულები ვართ ეშმაკი ჩვენი დედები დღეს განან ქუჩაში აგერ და ვაჭრებად გვაქციეს. და საბჭოეთში ასე რო ვიღაცა ქუჩაში გამოსულიყო და დამჟარიყო, იმის უფრო იმ ქალაქის პატრონს დაიჭერდნენ ან მოხსნიდნენ. მოსამართლეები დღეს ვიღაცა ბავშვები, ლაწირაკები გაგვიხადენ მოსამართლეება. რა იციან, იმიანო აწიგნებით ისწავლენ, მარტო ფსული აღარა აქვს. და წინა დროს ჩვენ რო ცხოვრობდით და ჩვენი ბავშვობა რო იყო. მოსამართლეს თუ დააყენებდნენ იმას ოჯახი უნდა ქონოდა წესიერი, შვილები უნდა ყოლოდა, თორე ისეთ მოსამართლეს არავინ არ დააყენებდა. მოსამართლე და დღეს ვიღაცა ლაწირაკები დაამთავრებენ ინსტიტუტს და ბებრების და ხანდაზმულების ბედს ყვითავენ. ამისანა დღეში ვართ, ამიტომ თემაღ მეხმარ როგორმე ნელა გაგვაერთიანოს იქნება გამოდით გარეთ დაუდგეთ ერთმანეთს ყოველდღე დავდივარ მე ქალაქში ქუთაისში. რაც ვიცი და რაც სამხელია ყველაფერს ვამხელ დაწყებული ქვეყნის დასაწყისიდან დამთავრებული უბრალო ადამიანამდე და ბავშვამდე. გვდელს დავინახავ, რომელიც გვდლის სახელს არ ცხვენს, იმას ვეუბნები. ქალს დავინახავ, ქალს ვეუბნები. კაცს დავინახავ, კაცს ვეუბნები, რომ ღვთის სახე მიიღონ და ქრისტიანობა გაიხსენონ. რა არის? გამიგეთ? გქონდეთ ყველას ხედველობაში. ყოველდღე გამოვდივარ მე უფლისწყალობით ქალაქში, უფლისწყალობით, ნუ ხან ბაგრაძე ვარ. უმეტესობა წილად ყოველდღე გამოვდივარ ქალაქში და 12 პირველი საათისთვის სულ ქალაქში ვარ. ნელა იქნება რაღაცაერად სად ერთი კაცი ჩემი ლაპარაკი და სად 2 და 3 ერთად რო ვილაპარაკებთ, გესმით ამ სიმართლეზე. ცოდვაა ჩვენი თაობა, წაგვახტინენ. ქალი ქალს არ გავს, კაცი კაცს არ გავს. მარხვის როა კაცებოდა თქვენ კიდე ერთხელ გეუბნებით, იმარხულეთ სახეს ნუ იშიშვლებთ. არ არის ახლა მაგის დრო. არ არის ახლა სახის გაშიშვლების დრო. ხილვა მქონდა. გინდა ხილვა დაუძახე, რაც გინდა დაუძახე. დავინახე, გამიგეთ? ჯოჯოხეთი იქნებოდა, ალბათ აპარა იქნებოდა კაცებს, ვითომ კაცებს, ტყავებს აზრობდნენ.
ტყავს აძრობდნენ და აჭრიდნენ ტყავს. იმიტომ რომ წვერს არ ატარებდნენ. და კიდე გავიგონე ხით-ხითი ეშმაკის და მისი ცუდი სახეს დავინახე, დამანახა უფალმა. მიხვდით? და ასე უკეთებენ ყველას, ვინც უფალს გმობს და ხატებას ვინც გმობს, კაცებო. იმარხულით, იმიტომ გეუბნებით. წვერი ატარეთ. ჩვენი შვილები ჭიბგად მოგრელები დადიან, რაგვე ქეიფება, რაგვე დროს ტარებება, საღამოობით რესტორნები გადატენილი გაქვთ. კაცებო, არ გწვენიათ. მეორე დილას თქვენი შვილები და თქვენი შვილების დაქალები ჭიპებზე ბეჭდებით ქუჩაში გამოდიან. ლიფები არ აცვიათ, თქვენი შვილები არ არიან, პრეზერვატივებს ბავშვების დაატარებენ, ქალების და კაცების. აგერა ეს ამაში სიარულს მოერიდეთ. ეს არ არის ჯანს აღიკვება, ეს კვება კლავს როთა განმავლობაში და იმ ყველა დაავადებას აჩენს. კიბოს რო ეძახიან და კიდე ბარეულს. ვიტყვი ახლა მე გოდებას. ჩვენი მთავრობისთვის, იმიტომ რომ ჩვენი მთავრობა უფალს არ ემსახურება, ემსახურება მამონას. რადგანაც მამონას ემსახურება, გმობას ჩემგან მისაღები იქნება და ძალიან კარგიც იქნება. გაგიმარჯოს ედი ღმერთმა. ღმერთო უფალო მოგვეხმარე და გვამხელი ეს არამზადები, რომელიც არიან ფულზე მომზარი მთავრობაში მილიონერი დეპუტატები. სად მიგაქვთ ამდენი ფული, რას აგროვებთ, რა გინდათ? არიცით რომ ცეცხლში მიდის ყველა მდიდარი. მუდმივ ცეცხლში, თორე დღევანდელი ცხოვრება, მიწერი ცხოვრება არაფერი არ არის. ხორცი, მიწა არის და მიწათ იქცევა და ნუ გაყვებით ამ ბოროტებას. შვილები შეიბრალეთ თქვენი. მასე ჩვენი მამები მის ცოდვების გამო არის ჩვენი ქვეყანა ასე დღეში და იქნება თქვენ მაინც მოხვიდეთ კონზე. გოდება უფალო ვიამბორები შენ ფეხთა სავალს. დამაძლევინე ბოროტი ადამიანთა სულთა. ყველა ძალოვანი მამხილებინე. ამხილებინი აღვირში მამები. ხვამსა ზედა ამსხრე მათი სულები. აგზნობინე ტანჯვა ამირანისა, ღალატი ცოლისა, ღალატი ქმრისა. ჩვილთა ტანჯვა ოჯახებში მათთა ზეთა და იგზნონ ღმერთი ყოველისა სამეფოსა. კანდელი უბნელე ცოდვისა. ცეცხლი მოხვიე სულებსა, მაცა ღმერთს განდგომილსა. ღვენთე მათი ძარღვები. აბღავლე უფალო მტერი შენი. შეგვიბრალე ღმერთო. ღმერთო ნუ გტანჯავა მურჯულოთა ქართველთა. სული შენი, ძალი შენი მოგვეც ღმერთო. რათა ასპიცა სული დაიძლოს და განდიდეს უფალო სახელი შენი. მათი თესლი, ვასილისკოს მოდგმა მათი გაწყვიტე ღმერთო. ცეცხლით, ჭირით, კუპრით დამატლე მათი ნაღვირალი. მოდგმა მოუნანიებლისა, პრემიერისა. მოდგმა მოუნანიებლისა, მინისტრებისა, თურნავებისა, დავითაშვილებისა. მოდგმა მოუნანიებლისა, დეპუტატებისა, დანამებისა. მოდგმა მოუნანიებლისა, მოსამართლისა, ტყვილიწონისა. მოდგმა მოუნანიებლისა, ექიმისა, ფიცტეხილსა. მოდგმა მოუნანიებლისა, გაპარსულისა, ღვდლისა და ყველასა განდგომილსა მართალსა. ვინაიდან მოვლენილი არიან უფლით წყემსად ქვეყნისა, საქართველოსა. რამე თუ იციან, ესმით ხედავენ და ჩადიან ბოროტს. ამინ უფალო. ამისრულე ღმერთო წადილი. მებრალება ძალიან ჩვენი მომავალი თაობა. ფულზე, ფულის თაყვანისცემა არაფერ კარგს არ მოგვიტანს. არაფერ კარგს არ მოგვიტანს ფულის თაყვანისცემა. მაგია დაღუპის გზა და ნუ დაგვიღუპავ ერს უფალო. მებრალებიან ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები, კაცებო, რა გექეიფებათ, რა გერესტორნებათ, კაცებო. ჩვენი შვილები, შიშვლები დადიან, ქალები, ეშმაკებს დაემგავსენ. მარტო დაცემული ანგელოზები არის, ხატებს დააკვირდით, დაცემული ანგელოზები რო არიან. დააკვირდით ხატებს, დაცემული ანგელოზები სადაც არიან. მარტო მაგენს მოუჩანთ ფეხები. გაიგეთ? ეშმაკებს დაამგავსენ ჩვენი ქალები. ვინ? ჩვენ ისევ. განასხვავენ მე ჩვენ კაცებმა, მამებმა. კაცი კაცს არ გავს, ქალი ქალს არ გავს. სხვას რატო დავაბრალო? ასე დღეში ვართ. ნუ გამოდიხართ მომქადაგლეები, ვითომ
მაგარი კაცები, თუ ხართ გამოდით, აგრა თვალიში ჩამხედეთ და მელაპარაკეთ კაცობას. თორე გამოჩდებით აქანი ვითომ კაცები და წაგდებული გაქვთ ენა და კაცისთვის თვალებში ჩახედვის ტრაკი არ ყოფნით და ცოტა გონს მოდით. მე თქვენ არაფერს არ გერჩით და თუ მოხვალთ და გვერდში დაგვიდგებით, სიმართლეს დაუდექით გვერდში, თორე მე რა თქმა უნდა თქვენი გვერდში დადგომ. სიმართლეს დაუდექით გვერდში. ბავშვები, ბიჭები, საყურეები უკეთია, ჩვენთან ქალაქში დადიან ხალხო. ამისანაც გვიდენის დასავლეთი, ჩვენი მთავრობა ვეღარ ეუნება უარს, იმიტომ რომ ფულზე არიან გაყიდულები. მაგენი აქეთ სალოცავები არიანო ღმერთმა იქნება აუხილოთ გონება. ფულზე გაყიდენ ჩვენი ქვეყანა. დიდი ხანია გაიყიდა, ეგი რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მის მერე რაც მოიგონენ, ეს იდეოლოგია, დამოუკიდებლობაო. რა ის დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლები ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირი რო იყო და ეხლა დამოუკიდებულები ვართ ყველაზე, გილოცავთ ორმაისობას. გილოცავთ ორმაისობას, ხვალ დიდი დღესასწაული გვექნება ჩვენი ბაგრატი. გილოცავთ ორმაისობას ყველას. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს უფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, ყური ჩვენი არსობისა მოგვე ჩვენ დღეს და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ვინაიდან შენია სუფევა ძალი და დიდება, აწდა მარადის და მრავალი ჟამიერ. ამინ უფალო, ამინ. აგერც მებოდადებო ბაღი, რამხელა ტყე გქონდა აქ. ტყე იყო აქანი, არც ინტერნეტი შემოდიოდა, არც არაფერი და გაატყავეს ჩვენი ბაღის კიდე. რამხელა ტოტები დააჭრეს, შეხედე და კი არის გატყავებული ბაღი. ჩაადგენ ბეტონები და რკინები, ეგი გონიათ მაგენს კარგი დედა უტირენ ჩვენ ბაღს, მაგრამ კაციშვილი არ მოვიდა ჩემ გვერდში და მე კი მითხრა, მე მთავრობამ გაჩერდი დაწნარდიო, მაინც არაფერი გამოგივა პირიქით აგიჭერთო და რა მექნა მარტო. თქვენ იყავით ბასიკუკუები სახლებში, არ გამოხვიდეთ. მერთმა გიშველოთ ყველას, მერთმა გვიშველოს და გადაგვირჩინოს საქართველოს. ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. მერე გვიან არ დაგიდგეთ ბარეორს. რომოვა უფალ და რო შეგეკითხება, შენ სად იყავიო? სად ვიყავი და ვისმენდი მარტო რო ეტყვი. მაგაზე მოგწყო ზუსტად უფალი. სმენა მარტო არ შველის. საქმე ჭირდება, საქმე, სიტყვა და საქმე. კარგი დროებით. მშვიდობიანი დღე მოგმადლოთ ღმერთმა. მშვიდობიანი დღე. გელოდებით ყოველდღე ქალაქში ვარ. გამოხვალთ კაცებო, მივხედოთ საქმეს. ჩვენ ვხედავთ და ვაკეთებთ რაც გასაკეთებელია. გთხოვთ გამოდით. შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ ქვეყნის გადარჩენას. და საქმეს ვაკეთოთ, განა მარტო ვისაუბროთ. საქმეს ვაკეთოთ.